გამარჯობა. ამ ვიდეოში მინდა რომ განვიხილოთ ლისტის მეთოდები. როგორც იცით, ჩვენ გვაქვს ლისტს აქვს თავისი მეთოდები. ისევე როგორც მაგალითად strings. და მოდით ვნახოთ რა არის ეს მეთოდები. პირველ რიგში შეგახსენებთ რომ ამ ვიდეოს ანახავად აუცილებლად პირველ რიგში ნახეთ ჩვენი მე-6 ლექცია, სადაც ახსენეთ ლისტები. მოდით დავწეროთ, შევქმნათ ესეთი ლისტი და შემდეგ პირველ რიგში გამოვიყენოთ ჩვენთვის ნაცნობი მეთოდი, მაგალითად append. Append რას აკეთებდა? აი ამ ხუთიანს, ამ ელემენტს დაამატებდა ბოლოში, ხო? ეს არის რასაც append აკეთებს. მოდი დავბეჭდოთ my list-ი append-ის გამოყენებამდე და შემდეგ append-ის გამოყენების მერე. და ვნახოთ როგორ გამოიყურება ის. აი ესეთი იყო ხო ჩვენის my list-ი და მერე append-ი ხუთიანი რომ დავამატეთ, გახდა ესეთი. Append-ის გარდა ლექციიდან გემახსოვრებათ რომ გვაქვს extend-ი, რომელიც საშუალებას გვაძლევს რომ ერთდროულად ბევრი ელემენტი დავამატოთ, ხო? იყოს მაგალითად 9-ც. ეს რო გავუშვათ, აი ნახეთ ერთდროულად შეგვიძლია რომ ბევრი ელემენტი დავამატოთ. მარტო append-ით ამდენ ელემენტს ერთად ვერ დავამატებთ. კარგი. ასევე ჩვენ შეგვიძლია ნახეთ გამოვიყენოთ insert მეთოდი და insert-ის საშუალებას გვაძლევს ჩვენ თვითონ ავირჩიოთ ინდექსი, სადაც გვინდა რომ დავამატოთ ელემენტი. მაგალითად menole index-ზე მინდა რომ აი ესეთი ელემენტი მქონდეს. აი ეს ფუნქცია, ეს კოდი რო გავუშვათ, აი ნახეთ menole index-ზე დაემატა 10, მაგრამ ეს ერთიანი არ წაიშალა. არამედ ყველაფერი რაც მანამდე იყო, აი ესე გვერდზე გაიწევს. რას თავარია menole index გვექნება menole index-ზე იქნება 10. კარგი. მოდი ასევე ჩვენ განვიხილოთ წაშლები, როგორ შეიძლება რომ ელემენტები წავშალოთ. მაგალითად შეგვიძლია გამოვიყენოთ remove მეთოდი, სადაც რომელსაც დავუშვათ თუ გადავცემთ 3-იანს, აი ამ ელემენტს წაიშლება 3 ჩვენი სიიდან. თუ აქ string 3-იანი მექნებოდა, მაშინ კონკრეტულად ეს კოდი რო გავუშვე, ნახეთ რა მოხდება. გაგვიყვანს error-ზე, ხო? გითხრა რომ x-ი არ არის ამ სიაშიო, ხო? x-იც რა არის? აი ეს, აი remove-ს რო x გადავეცე, არ არის ამ სიაში. იმიტომ რომ integer 3-იანი ნამდვილად არ არის ამ სიაში, აქ გვაქვს ჩვენ string 3-იანი. და ეხლა უკვე remove მეთოდმა წაშალა ეს ჩვენი string 3-იანი. კარგი. წაშლა ასევე ჩვენ ესეც ალბათ გემახსოვრებათ ლექციიდან, შეგვიძლია pop მეთოდითაც. pop-ი რას აკეთებს? აი ესეთნაირად დაწერილი pop-ი უბრალოდ ბოლო ელემენტს წაშლის ჩვენი სიიდან. აი რო გავუშვათ, აი ეს ბოლო ელემენტი წაიშალა. და ასევე ჩვენ შეგვიძლია pop-ს გადავცეთ ინდექსი და კონკრეტულად მაგ ინდექსზე მყოფი ელემენტი წაიშალოს. მაგალითად, menole index-ზე მყოფი ელემენტი მინდა რომ წაიშალოს. გავუშვათ და აი ნახეთ ერთიანი წაიშალა. მაგრამ აი pop-ი ნახეთ ერთი არის საინტერესო, ის არა მარტო წაშლის ელემენტს ჩვენი სიიდან. აი მოდი იყოს menole index-ზე მყოფი ელემენტი მინდა წავშალო. არა მარტო წაშლის, არამედ ის გვიბრუნებს კიდევაც აი ამ წაშლილ ელემენტს. ეხლა როცა დავუშვათ მეთოდი ან კიდაც ფუნქცია, როცა რაღაცას გვიბრუნებს, როგორ შეგვიძლია როგორ ვნახულობთ ხოლმე ჩვენ აი ამ დაბრუნებულ ელემენტს. print ფუნქციას აქვს ექვთვისება, ხო? აი მაგალითად return statement-ში რაც წერია, ის რომ ნახოს, აი დავუშვათ ეს არაერთხელ გაკეთებული ესეთი ფუნქცია რო შევქმნათ და return as plus b, ხო? ეხლა ჩვენ რო ამ ფუნქციას ესე გამოვიძახებდით, არაფერიც არ მოხდებოდა, ხო? არაფერი დაიბეჭდებოდა ჩვენს ტერმინალში. ბოდიში არგუმენტები არ გადამეცია 10 და 20. გავუშვათ, აი არაფერი არ დაბეჭდილა. მაგრამ თუ გვენდომებოდა რომ დაგვენახა, ნახეთ პრინტი როგორც კი დავუწერეთ ჩვენ წინ, ამ პრინტს აინტერესებს რა დააბრუნა ამ ფუნქციამ. return ხო დაბრუნებას ნიშნავს. რა დააბრუნა ფუნქციამ? ეს დააბრუნა, კი ბატონო, მაშინ პრინტი დაგვიბეჭდავს 30, ანუ 10 და 20-ის ჯამს. მოკლედ პრინტს აინტერესებს პრინტი ბეჭდავს იმას ფუნქციების შემთხვევაში და მეთოდების შემთხვევაში იმას, რასაც გვიბრუნებს
ეგ ფუნქცია ან მეთოდი. ხო? ზუსტად ესეთი ამბავი გვაქვს აქაც. პოპი კი ბატონო, წაშლის ელემენტს ამ C-დან, მაგრამ ამავდროულად აბრუნებს კიდეც მაგ ელემენტს. როგორ ვნახოთ, რას აბრუნებს? დავუწეროთ წინ პრინტი. გავუშვათ და აი ნახეთ, ერთიანი დაუბრუნებიათ, წაშალა კიდევაც ეს ერთიანი და მე დაგვიბრუნა აი აქ. ჩვენ ეს რა შეიძლება გამოგვადგეს, ხო? შეგვიძლია რომ აი მაგათ deleted element, აი ესეთი ცვლადი შევქმნათ, წაშლილი ელემენტი და აი აქ დავიმახსოვროთ ის ელემენტი, რომელიც წავშალეთ. და მე დავპრინტოთ მაგალითად deleted element. აი, წაიშალა ეს ერთიანი. აქ აღარ გვაქვს, მაგრამ აი აქ მე რო გამოვპრინტე, ხო, ეს deleted element-ი მე ჩაუბრა დაიბიშდა. კარგი, აი ესე მუშაობს პოპი. აღარ მახსოვს გაჩვენეს თუ არა, მოდით ძალიან სწრაფად გაჩვენებთ clear methods. ლექციაზეც ხო არ გაჩვენეთ, მაგრამ მგონია რომ გაჩვენეთ. clear-ი რას აკეთებს? ყველაფერს წაშლის, რაც ამ C-ში გვაქვს. აი, ესეთი იყო ჩვენი C-ა, გახდა ესეთი. კარგი. ეხლა ვნახოთ, როგორ შეიძლება რომ ჩვენ ვიპოვოთ ინდექსი აი რომელიმე კონკრეტული ელემენტის ამ C-ში. მაგალითად, აი ამ string 3-იანის. ეს ფუნქცია, ეს მეთოდიც პასუხს უკან გვიბრუნებს. შესაბამისად, რახან გვიბრუნებს, გვინდა პრინტი. გავუშვათ და აი ნახეთ, ორიანი დაგვიბრუნა თურმე უკან. ну ანალოგიურად აქაც შეგვიძლია დავწეროთ element index აი ამ ცვლადში შევინახოთ მისი დაბრუნებული პასუხი და აი ესეთი შედეგი გვაქვს. კარგი. ჩვენ ასევე შეგვიძლია აი მაგალითად მე რო აქ მიმეორდებოდეს ეს string 3-იანები და მოდი მქონდეს 4-იანი, 4-იანი, 4-იანი 10, აი ესეთი რაღაცა მაქვს. დავუშვათ მე მაინტერესებს რამდენი 4-იანია ამ C-ში. აი ესე დავწერდი count, count-ი დაითვლის რამდენი 4-იანია და დაგვიბრუნებს პასუხს. როგორც კი სიტყვას დაბრუნებას გაიგებთ, იცოდეთ რომ პრინტით შეგვიძლია მაგ დაბრუნებული პასუხის ნახვა. აი ნახეთ 4-იანი მქონია 4-ჯერ გამოყენებული, ხო? 1 2 3 და 4. მოდი ვნახოთ აბა string 3-იანი რამდენი გვაქვს? და უნდა დაგვიბრუნოს წესით 2. კი ბატონო. კარგი. ეხლა განვიხილოთ, მოდი როგორ შეგვიძლია მაგალითად როგორ დავალაგოთ ეს რიცხვები, მოდი ზრდადობით, აი ეგეთი მეთოდიც გვაქვს. მოდი ესეთი C-ა გვქონდეს. ოღონდ აი მაგალითად 100 გვქონდეს აქ 50 20 და ხო, პრინციპში იყოს ესე. ნახეთ, ჩვენ გვაქვს my list sort, აი ესეთი მეთოდი. ეს რო გავუშვათ, ჩვენი C-ა ხო ესე გამოიყურებოდა. და ეხლა ნახეთ, როგორ გამოიყურება ჩვენი my list-ი. აი ესე ხო, ანუ ზრდადობის მიხედვით არის დალაგებული, ანუ ნაკლებიდან მეტისკენ, ხო? 1 2 2 და მერე 4-იანები, ხო, რომლებიც ერთმანეთს თოლია, გვერდ არის და მერე აი ესენი. ხო, ასევე გვაქვს თუ მაგრამ ნახეთ აი შეამჩნიეთ რომ sort-მა ცვლილება შეიტანა უშუალოდ ამ C-ში. ეს C-ა my list-ი გადააქცია ზრდადობით დალაგებულ ლისტად. მაგრამ თქვენ ყოველთვის შეიძლება ესე არ გინდოდეთ, ანუ შეიძლება გინდოდეთ რომ ეს ზრდადობით კი დაალაგოთ პირობითად, მაგრამ თვითონ ცვლადის მნიშვნელობა არ შეიცვალოს. მაგისთვის უნდა გამოიყენოთ აი sorted-ი. sorted-ს რო გადავცეთ my list-ი. ეს არაფერს შეცვლის, მოდი გავუშვათ ჯერჯერობით ესეთი ვერსია. ეს არაფერს არ შეცვლის თვითონ my list ცვლადებში. ხო, my list-ი ერთნაირად გამოიყურება ორივე შემთხვევაში. არამედ sorted-ი აბრუნებს აი ამ სახეცვლილ C-ას.
ისევ და ისევ დაბრუნებაზე გაგახსენდეთ ეს ორი შესაძლებლობა, ხო? ერთი რომ პრინტით შეგვიძლია დავინახოთ რა დაგვიბრუნა. აი აქ ხედავთ, აი ამ ზრდადობის დალაგებულ სიას. ან შეგვეძლო დაგვეწერა, ხო? sorted my list. აი აქ შეგვენახა, აი ამ ცვლადში შეგვენახა ეგ. კარგი. კიდევ რა შეგვიძლია რომ განვიხილოთ? ხო, ნუ ელემენტის წაშლა ასევე შეგვიძლია ნახეთ როგორ del keyword-ის გამოყენებით del my list და აქ უნდა გადავცეთ ჩვენ ინდექსი. მაგალითად მენოლე წევრის წაშლა გვინდა. გავუშვათ და ხო, პრინციპში დავპრინტოთ my list-ი და აი წაიშალა მენოლე ინდექსზე მყოფი ელემენტი. ასევე გვაქვს ნახეთ რა ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ აი ამ სიაში რომელი რიცხვი არის მაქსიმალური. ესეთი მეთოდი გვაქვს max და max გადავცემთ my list-ს. და ეს ფუნქციაც პასუხს ჩვენ დაგვიბრუნებს უკან, ამიტომ პრინტით შეგვიძლია მისი ნახვა. აი 100 ყოფილა უდიდესი რიცხვი ამ სიაში. მოდი ესე გავაკეთოთ max number უდრის ამას. ჩვენ ასევე გვაქვს შეგვიძლია ვნახოთ მინიმალური რიცხვი რა არის. min ფუნქცია გვაქვს ამისთვის და ანალოგიური სინტაქსი აქვს. მსგავსი უბრალოდ და ასევე შეგვიძლია ჩვენ ვნახოთ რას უდრის აი ამათი ყველასი ჯამი. მაგალითად some numbers ანუ ჯამი რიცხვების ასეთი ფუნქცია გვაქვს some და ამას რო გადავცემთ my list-ს აი ამ ყველა რიცხვს შეკრიბავს და მერე დაიმახსოვრებს მას აი ამ ცვლადში. მოდი მხოლოდ ეს ბოლო გამოვპრინტოთ. some numbers-ი და ვნახოთ 199 ყოფილა აი ამ რიცხვების ჯამი. ეხლა აი დავუშვათ საშუალო არითმეტიკული გინდათ რომ გამოთვალოთ. ესეთ პატარა ამოცანა გავაკეთოთ და მოდი ამითი დავასრულოთ დღეისათვის. აი კიდე ერთ რაღაცას გაჩვენებთ უბრალოდ და მერე დავასრულოთ. როგორ შეიძლება რომ გამოიანგარიშოთ დავუშვათ საშუალო არითმეტიკული, ხო? ნუ რა არის საშუალო არითმეტიკული? საშუალო არითმეტიკული ეწოდება ესეთ რაღაცას, ხო? რომ შევკრიბოთ ეს ყველა რიცხვი რომელიც რამდენი იყო 199 იყო. და მე რო გავყოთ ის ამ რიცხვების რაოდენობას, ხო, რამდენი ელემენტიც მაქვს იმაზე. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10. ანუ გავყოფდით 10-ზე. ეს არის საშუალო არითმეტიკული. მოდით შევქმნათ საშუალო არითმეტიკული. დავწეროთ და რა იქნებოდა ეს? ბევრი რო ავწეროთ, ну სხვანაირადაც შეგვიძლია, ხო, შეგვეკრიბა ეს რიცხვები, მაგრამ ნახეთ, დავწეროთ პირდაპირ some my list და შემდეგ გაყოფილი. ეხლა მე ხელით დავთვალე აქ, რამდენი ელემენტი არის. მაგრამ ასევე გაიხსენეთ len ფუნქცია, ხო? len-იც ხო დამითვლის მე ის რამდენი ელემენტისგან შედგება. აი ესეთ რაღაც შეგვიძლია დავწეროთ. some my list გაყოფილი len my list-ზე, ხო, ელემენტების რაოდენობაზე. print საშუალო არითმეტიკული და ეს არის 19.9, ხო? ანუ 199 გაყოფილი 10-ზე არის 19.9. კარგი. თუ გინდათ შეეცადეთ, რომ აი ეს ფუნქციის სახით ჩაწეროთ. მოდი დავწერო მე ხა ამ ფუნქციის ვერსიას თქვენ და თქვენ შეგეძლიათ რომ დააპაუზოთ ეს ვიდეო, თქვენ თვითონ შეეცადოთ და მე გააგრძელოთ ამ ვიდეოს ყურება. რო გაივარჯიშოთ. ნახეთ, მოდი შევქმნათ def საშუალო არითმეტიკული. მოდი ესენი არ გვინდა და ეს ფუნქცია იღებდეს კონკრეტულ სიას, ხო? ამას ეს წარმოვიდგინოთ, რომ ამას უნდა გადავცეთ რაღაცა სია და მე რას აკეთებს? მოდი გავაკეთოთ დავწეროთ ჯამი
და ჯამი იყოს სამ list, ხო, ეს დაგვითვის ჯამს. მე ვნახოთ ელემენტების რაოდენობა. ამას აი ამ ფუნქციის გამოყენებით ვნახავდით და მე დავწეროთ საშუალო არითმეტიკული უდრის ჯამი გაყოფილი ელემენტების რაოდენობას. და ბოლოს return საშუალო არითმეტიკული. აი ეს. მოდით ვნახოთ ახლა დავწეროთ გადავცეთ რაიმე ჩამოვწევ ამას ცოტა ესე. დავწეროთ საშუალო არითმეტიკული და გადავცეთ ამას რაღაცა სია, მაგალითად 1 2 3 4 მიყოს ესეთი სია. შეგახსენებთ, რომ ეხლა ამ მომენტში მე აქ არაფერი დაიბეჭდება, არ გეგონოთ, რომ ეს ახლა რამე შვებოდეს, თუნდაც მაინც დავაკომენტარებ. ეხლა მე ამ მომენტისთვის ეს რო გავუშვა, ტერმინალში არაფერი არ მექნება. რატო? იმიტომ რომ ეს ფუნქცია რაღაცას აბრუნებს, აი ამას აბრუნებს კერძოდ, მაგრამ ეს რო დავინახოთ, გვჭირდება პრინტი. აი, ესე რო გავუშვათ, დაგვიბრუნა 2.5. ანუ აი ჯამი გაყოფილი ელემენტების რაოდენობას. ხო, აქვე მაინც შეგახსენებთ თუ გინდათ, ჩვენ შეგვეძლო რომ რაიმე ცვლადში დაგვემახსოვრებინა ეს, ხო? დავუშვათ შევქმნათ result-ი და ეს იყოს საშუალო არითმეტიკული და მისთვის გადაცემული რაღაცა სია, ხო? 1 2 3 4 5. ნუ ცხადია რომ ჩვენ აქაც შეგვეძლო ეს სია შეგვექმნა. მაგალითად რაღაც ესეთი დავარქვათ და აი ეს ყოფილიყო 1 2 3 4 5 და უკვე 1 2 3 4 5 არ გადავცემდი ამ ფუნქციას, არამედ უბრალოდ აი ამას გადავცემდი. და ეხლა მოდი დავპრინტოთ ჩვენი result-ი. გავუშვათ და აი მივიღეთ 3. კარგი. ნუ ეს იმედია რომ რაღაცნაირად დაგეხმარებათ აი ფუნქციების უკეთ გააზრებაშიც. კარგი და ერთი პატარა რაღაცაც დაგვრჩა და მოდი ამით დავასრულოთ ეს ვიდეო და მე კიდე დავამატოთ სხვა მეთოდებიც ნელ-ნელა. ჩვენ ასევე შეგვიძლია აი რაღაცა სია ვქონდეს, my list-ი 10 20 და 30 და ჩვენ შეგვიძლია შევამოწმოთ, რომ არის თუ არა მაგალითად 10-იანი ამ სიაში. ნახეთ, რას გავაკეთებ, print 10 in my list. არის თუ არა 10 აი ამ სიაში. ეს რო გავუშვათ, ნახეთ, true დაგვიბეჭდა პასუხად. ჩვენ რო გვეკითხა, არის თუ არა აი ეს რიცხვი ამ სიაში, გვიპასუხებდა false-ს. ნუ აქ რო ქონოდა ჩვენ რაღაცა string-ი და შემდეგ გვეკითხა, არის თუ არა Python-ი ამ სიაში, გვეტყოდა რომ ეს არის true. ჩვენ რო გვეკითხა რომ არის თუ არა მაგათად p ამ სიაში, გვეტყოდა რომ არა. ანუ არ გეგონოთ რომ რახან აი აქ ესეთი Python-ი პლოტი იწყება, ხო, ამ შემთხვევაში არ გეგონოთ რომ დააბრუნებდა true. ანუ თითქოს არის, ხო, plus opgera ახლა ამ სიაში. მაგრამ ნუ ესე რო ქონოდა ცალკე ელემენტად p. ნუ მაშინ გვეტყოდა რომ ეს არის true. კარგი, მოდი აი აქ შევწყვეთ ამ ვიდეოს. თუ აი ახლა აი ამ ყველაფერში რაღაცა იქნება გავგვებარი, ცხადია, შეგიძლიათ რომ მომწეროთ და კიდე გავარჩიოთ ეს ყველაფერი. სულ ეს იყო. ნახვამდის.